მე ვერ ხედავ მართალი რო გითხრათ ამ პროტესტის ვერანაირ შედეგს. ვერ ხედავ. აი სულ საუბარი იყო იმაზე, რომ აი ჩვენ ვითხოვთ ამას, ჩვენ ვითხოვთ იმას, ვითხოვთ რიგარეში არჩევნებს, თქვენ რა გაქვთ იმის განცდა, რომ ჩვენ რამენაირად ახლოს ვართ რიგარეში არჩევნებთ, რა? ქართულ ოცნებას ობიექტურად აქვს ძლიერი პოზიცია ძაარ, ეკონომიკა, უსაფრთხოება, სიმშვიდე. რა შედეგი მოიტანა ამ პროტესტმა? გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ხალხი გააღიზიანა, რომ ქუჩაში ვერ გაივლის. აი ვინ რა შედეგი მოიტანა მითხარი პოზიტივში? თავად დაპატიმრებული ადამიანები პროტესტის მონაწილეები, ანუ თქვენ მხოლოდ იმ ტიპის დისკომფორტზე საუბრობთ, რომელიც შეიძლება სხვა საზოგადოების სხვა ნაწილს ჰქონდეს, რომელიც პატრუსტავალზე ვერ გაიარა ან ტროტუარზე, ხა ტროტუარის კანონიც დაეწია. ასე თუ ისე ძალიან ბევრი რამე გაკეთდა. ეხლა მთელი საქმეც იმაშია, რომ ჩვენი ოპოზიციის სისუსტეც იმაშია, რომ ობიექტურად რასაც ხედავს ამ მორჩეველი, ის უნდა დაინახო. და უნდა დაინახო რასთან გაქვს საქმე და როდესაც ყველაფერს ამას უარყოფ და ხარ ილუზიებში, ვერასდროს ვერ მოიგებ.